რეჟიმმა შვილების აქტიურობის გამო ცოლ-ქმარი გაათავისუფლა, მიზეზი ოჯახის წევრების სამოქალაქო პოზიცია, ახალგაზრდების საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, შვილებზე რეპრესიული მეთოდები და მშობლებზე წნეხი გავლენას ვერ ახდენს. ქეთი მოლაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს, ის წნორში ცოდნის კაფეს დამფუძნებელია, მამა ქართული ოცნების არამხოლოდ მომხრე, არამედ ახლაც პარტიის წევრია. ვნახოთ სიუჟეტი ამ თემაზე. სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსმა სატელეფონო ზარით შეიტყო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ოლიგარქის პარტიის დამფუძნებელი ყრილობის დელეგატს ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე მაცნობა. დავით ჯანიკაშვილს მოლაშვილის სახლში გაშვების მიზეზი არც დაუმალავს. მამა ანტირუსულ საპროტესტო აქციებზე შვილების აქტიურობის გამო ჩამოალაბორანტეს. რეჟიმის საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიებს განაგრძობს. დაფუძნების დღიდან ოლიგარქის პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერი ახლა პოლიცსაბჭოს პარტიული სიიდან გარიცხვას თხოვს. პოლიცსაბჭოს თხოვნა საერთოდ პარტიის წევრად აღარ მარიალა. და ჩემსგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გამომიშვეს სამსახურიდან. ამერიკაში მეხუთე ხელშეკრულება აღარ გამიგზავნებოდა. ქართული ოცნების დამფუძნებელი ყრილობის დელეგატი ვარ. 1000 წელი მაქვს შეტანილი, რა ვიცი, ქართული ოცნების გამარჯვებებში, ნებისმიერ დონის არჩევნებში და მისი კანდიდატების გამარჯვებებშიც და როცა პარტია მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყვავის და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, უბრალოდ არასწორად შემაჩნია, რომ პარტიის სამსახურიდან მიშვებენ შვილების აქციებზე დროის გამო. იმავე დღეს სამუშაო კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეატყობინეს მალხაზ მოლაშვილის ცოლსაც. ისიც საჯარო მოხელეა. მანანა ჯავაშვილი წლების განმავლობაში გამგეობაში მუშაობდა, როგორც მამის, ასევე დედის სამსახურიდან გათავისუფლებას რეჟიმისადმი მათი კრიტიკული სამოქალაქო პოზიციებითა და პროევროპულ საპროტესტო აქციებზე აქტიურობით ხსნიან ჩამოლაბორანტებული საჯარო მოხელე ცოლ-ქმრის შვილები. მოგესალმებით, მეგობრებო. ქეთი მოლაშვილს საზოგადოება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტიდან იცნობს. ის ქალაქ წნორში ცოდნის კაფეს დამფუძნებელია. მოლაშვილი ფორმულას უყვება, რომ წნეხი მშობლებზე შვილების სამოქალაქო პოზიციებზე გავლენას ვერ ახდენს. დები მოლაშვილები რუსთაველზე აქციაზე დღესაც გამოვლენ. ხელა კონფლიქტი ქონდა ოჯახში, ასევე რომ თქვა, რომ ბოლო 2 თვე ფაქტობრივად მე და ჩემი და სახლში კი არ მივსურვათ. ჩვენ ეხლა ის ახალგაზრდები მისდგავართ, მართლაც გულწრფელად ქვეყნის უკეთესი მომავლის მისდგავართ. და ამიტომაც ძალიან მინდა რომ მამებმა, დედებმა მოусმინეთ უბრალოდ ამ ადამიანებს და დღესდღეობით რომ მამაჩემმა რაღაცნაირად უკვე თავის თავზე გამოსცადა, მე ვდგება რუსთაველზე, იმიტომ რომ სხვა საჯარო მოხელეებმა, სხვა ახალგაზრდების მშობლებმა აღარ გამოსცადონ ეს საკუთარ თავზე და ერთად ავაშენოთ ქვეყანა შვილებისა და მშობლების თაობა. წნეხი საჯარო მოხელეებზე ქართული ოცნების ხელწერად იქცა. რეჟიმის რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ ყოველდღიურად სამსახურიდან უსამართლოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებული უფრო და უფრო მეტი საჯარო მოხელე ბედავს ხმის ამოღებას. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ რეჟიმი ახლა თვითგანადგურების იმ ფაზაშია, სადაც გრძნობს, რომ ციხე შეიძლება შიგნიდან გატყდეს. ამიტომ იშორებს ყველას, მათ შორის თავისიანებს, თუ მათ მონურ ერთგულებაში ეჭვი შეეპარება. უკვე რეპრესირებული საჯარო მოხელეების ხმისჩახშობას კი დრაკონული კანონებით ცდილობს. ივანიშვილი არენდობა საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ძალადობს, ისევე ძალადობს, როგორც ქუჩებში ძალადობს ჩვენს მოქალაქეებზე, საკუთარ მხარდამჭერებზეც, ასევე საჯარო სექტორშიც და ფაქტიურად იმ კანონებით, რომლებსაც ის ღებულობს დღესდღეობით, ის ახდენს საჯარო სექტორის პრივატიზებას, რაც მთლიანად მნიშვნელობას უცვლის საჯარო სექტორს. ქართულმა ოცნებამ ეს მასშტაბური რეპრესიები საჯარო უწყებებში ჯერ კიდევ დეკემბერში დაანონსა და დღეს ათეულობით საჯარო უწყებაში დაწყებული სამინისტროებით დამთავრებული სიპებით გამოცხადებული არის მათ შორის ეგრეთ წოდებული რეორგანიზაციის საკითხები და ეს რეორგანიზაცია რეალურად არის პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა და ქართული ოცნება ახლა იცდება, რომ საჯარო უწყება გაწმინოს ყველასგან, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი აქვს. მალხაზ მოლაშვილის სახლში ისე გაუშვეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალური ბრძანებაც კი არ ჩააბარეს. ის ახლა ღირსების აღსადგენად და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დახმარებას ომბუდსმენს თხოვს.